2025 წლის 1 ოქტომბრიდან 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა შესაძლებელი. 2027 წლის 1 იანვრიდან კი CEMEX ექნება უფლებამოსილება დაადგინოს ახალი მექანიზმი, რომელიც ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლას ითვალისწინებს. ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით. ამავდროულად სრულებები შევიდა ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში. როგორია ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ ბაზრის მონაწილეებმა CEMEX-ის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაშასე როგორია ნეტო აღრიცხვიდან დარიცხვაზე გადასვლის პროცესი, რომელსაც გარკვეულწილად ჰქონდა კითხვები, რომელთან დაკავშირებითაც, მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ეს შეაფერხებდა თუ არა ინვესტიციების, ინვესტორების ინტერესს ამ სექტორის მიმართ და შემდგომ და ბუნებრივია ამ ყველაფერს მე აუცილებლად ვიკითხავ გადაცემის სრულობისას. თავდაპირველად თქვენი შეფასება, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? მოგესალმებით, დღემშვიდობისა, მივესალმები ტელემაყურებლებს. ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მექანიზმია ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ რეკომენდაციები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებიდან, რომ დროა გადავიდეთ ჩვენც ისევე როგორც მთელი ევროპა გადავიდა ნეტო დარიცხვის ახალ მექანიზმზე. აქედან გამომდინარე მოვამზადეთ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარუდგინეთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტმა დაამტკიცა აღნიშნული უკვე რამდენიმე თვის წინ. ამაზე დაყნობით ჩვენ როგორც მარეგულირებელმა კომისიამ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ შესაბამისი წესი და ამ წესის მიხედვით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა ხდება. ეს რას გულისხმობს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ მოხარებლებისთვის გასაგებენაზე. მომხარებელი, რომელიც ადრე აყენებდა მზის პანელებს საკუთარი სახლის სახურავზე თუ ეზოში თუ საწარმოში თუ ასე შემდეგ, არა აქვს ამათ არსებითი მნიშვნელობა. ჭარბ ენერგიას, რომელიც მას გააჩნდა უშვებდა ქსელში, ამავდროულად თვითონ მოიხმარდა ქსელიდან ენერგიას და წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 1 მაისისთვის ხდებოდა ენერგიაზე გაქვითვა, რამდენიც წამოიღო ქსელიდან და რამდენი გაუშვა ქსელში. თუ უფრო მეტს უშვებდა ქსელში, ვიდრე მოიხმარდა, წელიწადში ერთხელ ხდებოდა ანგარისწორება. ახალი მექანიზმის მიხედვით ანგარისწორება იქნება ესე იგი ქვითარზე და არა კილოვატ-საათზე და განაშთვა მოხდება ყოველი თვის ბოლოს. თუ სიჭარბე ექნება გადავა მომდევნო თვეს და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ორი თანხა გაიქვითება ერთმანეთში. ერთი ეს არის CEMEX-ის მიერ დადგენილი ტარიფი, ეგრეთ წოდებული სამხმარებლო ტარიფი, რომელსაც ჩვენ მარტივად უწოდებთ ამას და რასაც ვიხდით და მეორე მხრივ ენერგიის საშუალო საბაზრო ღირებულება, რომელსაც ასევე კომისია დაადგენს. ამიტომ ამ ორ თანხას შორის სხვაობა ყოველი თვის ბოლოს იქნება გაქვითვის ობიექტი. ის მიკროსიმძლავრის სადგურები, რომლებიც უკვე არის დაყენებული, ისინი ქსელური გატარების შეღავათით ისარგებლებენ 2033 წლის 1 იანვრამდე. ანუ კიდევ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისინი ისარგებლებენ არსებული ქსელური გატარების შეღავათებით. ეს პერიოდი ჩვენ იმიტომ ავიღეთ, რომ ისვისაც აღებული აქვს საბანკო კრედიტი თუ ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა და დაფინანსება ჩადებული აქვს, მან ეს ჩადებული ინვესტიცია რომ უკან ამოიღოს ეს პერიოდია ცოტა უფრო მეტიც კი ავიღეთ და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ჩადებული ინვესტიციას მომხმარებელი იბრუნებს უკან და მას ექნება პრაქტიკულად უფასო ენერგია. ანუ ის კითხვები, რომელიც არსებობდა ამ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, რომ რეალურად შეიძლება აი ამ პროცესმა შეაფერხოს სექტორში ინვესტიციების ჩადება, იმიტომ რომ ნეტო აღრიცხვა ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის და ძალიან კარგად სარგებლობდა ამ საშუალებით და პრაქტიკულად ყველა ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია. ეს კითხვა აღარ არის დასასმელი, ანუ აღარ დარწმუნებული ხართ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, რომ ეს პროცესი არ შეაფერხებს დაუშვათ ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებას. სექტორის მონაწილეებისთვის ჩვენ არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ, ვიდრე მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და გქონდა მათთან დიალოგი და კომუნიკაცია და ვაკეთებდით შესაბამის განმარტებებს.
კი, რა თქმა უნდა, ნეტო აღრიცხვა ფინანსურად უფრო მიმზიდველი მექანიზმი იყო, ნეტო აღრიცხვა ვიდრე ნეტო დარიცხვის ახალი მექანიზმი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქსელურ გატარებაზე შეღავათები გქონდა ჩვენ დაწესებული, თუმცა ეს შეღავათები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ ეს შეღავათი ერთის მხრივ, რომელიც ამ მწვანე ენერგიით დაინტერესებული პირებისთვის დგება, ხო, საერთო სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ უსასრულოდ არ შეიძლება მომხმარებელს გადავაკისროთ სხვისი სარგებელი და სხვისი სიკეთე. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ სტიმული მიცემოდა მწვანე ენერგიის განვითარებას. ახლა უკვე მზის ენერგიის და პროექტების განხორციელებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა საკმაოდ აიმაღლეს კვალიფიკაცია, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მცირე პროექტებიდან გადავიდნენ უფრო საშუალო და დიდი პროექტების განხორციელებაზე, გამოიზარდა შესაბამისი ადამიანური რესურსებიც, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში უწევდათ მუშაობა ამ სადგურების ინსტალაციაზე და ასე შემდეგ და უკვე გადავდივართ ახალ მექანიზმზე. 500 კილოვატი იყო ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე, აქ 100 კილოვატია, მაგრამ ევროპის მთელ ქვეყნებში უფრო პატარაც არის, ანუ უფრო მცირეც არის ერთ აბონენტზე აღნიშნული დადგმული სიმძლავრე, იმიტომ რომ ეს ძირითადად გამოიყენება საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და არა კომერციული მიზნებისთვის. ნეტო აღრიცხვაც და არც ნეტო დარიცხვა არ არის კომერციული მიზნით ინვესტიციის ჩადება. კომერციული მიზნით ინვესტიციის ჩადება ეს არის მცირე და საშუალო და მსხვილი სადგურების განვითარება და იქ ინვესტირება. კი ბატონო. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არ ყოფილიყო ევრორეგულაცია და ევროკავშირის შესაბამისი დაუშვათ მოთხოვნები ამ ნაწილში. ასეთ ამ პერიოდში გადავიდოდით მაინც დაუშვათ ნეტო დარიცხვაზე, ანუ ჩვენ თვითონ ვხედავდით ამის საჭიროებას, ანუ სექტორი ამისთვის მზად იყო, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიგიღოთ? ოდესღაც რომ გადავიდოდით ახალ მექანიზმზე, ეს რა თქმა უნდა ცნობილი იყო. ეს მექანიზმი გრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე, იქ სადაც შევსებული არ არის კვოტა. კვოტა შევსებულია ენერგოპროს ქსელში, თუმცა არ არის შევსებული თელასის ქსელში. ამიტომ თბილისში შესაძლებელია, კი ბატონო, რომელიც ჩვენ 20%-მდე გავზარდეთ სხვათა შორის, კი ბატონო. ამიტომ ეს 20%-იანი კვოტა თბილისში ჯერ კიდევ არსებობს, ანუ თბილისში შესაძლებელია დღესაც დავაყენოთ ნეტო აღრიცხვის სისტემა, ვიდრე ან იმ 20%-იან ზღვარს არ მიუახლოვდებით თბილისშიც, ან არ დადგება 2027 წლის 1 იანვარი. 2027 წლის 1 იანვრიდან ნეტო დარიცხვის მექანიზმი სავალდებულო წესით შევა ძალაში თბილისშიც და ამით ავტომატურად გაუქმდება ნეტო აღრიცხვის მექანიზმი. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მაყურებელს გავაცანით ინფორმაცია თქვენი და თქვენი კოლეგის, ევროპელი კოლეგის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც წყალქვეშა კაბელს უკავშირდებათ, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე ენერგია, მათ შორის რომლის ერთ-ერთი ხელშემწყობით ზოგადად არის ეს სისტემა, რომელიც ახლა მე და თქვენ საუბრობდით, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაქვს აი ამ პროცესში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. რა ეტაპზეა ეს ურთიერთობა, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები, რამდენად რეალურად დაწყებადია ეს საკითხი, მით უმეტეს რომ იგივე რუმინელი კოლეგა, რომელსაც თქვენ შეხვდით, ისინი ძალიან აქტიურები არიან და ძალიან მონდომებულები, იმიტომ რომ რეალურად ეს ენერგია სწორედ მათ უნდა მოიხმარონ ევროკავშირის ქვეყნება, რომელსაც საქართველოს აზერბაიჯანის გავლით გაატარებს. მე ვიმყოფებოდი აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით გატარდება. მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში, სადაც ენერგეტიკულ ფორუმზე გამოვედი პრეზენტაციით, გავაკეთე პრეზენტაცია და ამავდროულად პარალელურად შევხვდით ჩემს კოლეგას, იქაური მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, რომელიც სულ ახლახან არჩეული იქნა ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს EISER-ის ვიცე-პრეზიდენტად. და გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ხაზგაუსის ჩავის ზღვისქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას. ვინაიდან საქართველო იქნება ამ პროექტის ფარგლებში ენერგიის გამგზავნი ქვეყანა და რუმინეთი იქნება მიმღები ქვეყანა,
შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთმანეთს შევთანხმოთ რეგულაციები და ჰარმონიულ რეჟიმში ვიმუშაოთ. ვინაიდან პროექტის feasibility, ანუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია და შემდგომ ეტაპზეა პროექტი გადასული და ამ კვლევამ აჩვენა პოზიტიური შედეგები, ეს იმასიცავს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი ეტაპისთვის. ეს არის ერთობლივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ის თუ აქ თავის დროზე როცა აშენდება შავი ზღვისხეშა კაბელის გადამცემი ინფრასტრუქტურა, ეს ტარიფში მოხდება თუ არ მოხდება, როგორი იქნება საინვესტიციო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. და მეორე მხარე ზუსტად ანალოგიური საკითხები აქვს დასარეგულირებელი და გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთმანეთს შევთანხმოთ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ჩემი კოლეგის პოზიცია არის ის, რომ ამ პროექტის შემთანხმებელ კომიტეტში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება, მათ შორის საქართველოს მთავრობის დონეზე წარმომადგენელი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, აზერბაიჯანი, იქით მხარეს რუმინეთი, უნგრეთი, ამ შემთანხმებელ კომიტეტში მისი ინიციატივა იქნება, რომ ჩაერთვნენ მარეგულირებელი კომისიები, ვინაიდან მათ სწორედ მომავალში განესაზღვრებათ მანდატი, რომ მოამზადონ ეს მარეგულირებელი ნორმები და აქტები თავთავიანად ქვეყანაში, აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჰარმონიულ რეჟიმში იყოს, მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ჩვენი ჩართულობა ამ კომიტეტში. და კიდევ ერთი, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ლოგიკურია რომ ვიკითხო, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა საინვესტიციო თვალსაზრისით რამდენად არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მხრიდან გადმოსახედიდან კვლავაც მიმზიდველი და საინტერესო იმისთვის რომ ინვესტორებმა საქართველოს ენერგიის სივრცეში და ენერგეტიკაში ჩადონ აქტიურად ინვესტირება. განახორციელება. ენერგეტიკის სექტორი საინვესტიციოდ ვერ იქნება ზოგადად მოწყვეტილი საქართველოს ბიზნეს გარემოსგან, ვინაიდან საქართველოს ბიზნეს გარემო შეფასებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებით, კვლევებით და რეიტინგებით, რომ არის ღია და თავისუფალი ბაზარი, დაბალი კორუფციის დონით, დაბალი გადასახადებით და ადმინისტრაციული მექანიზმებით, ზუსტად იგივე ითქმის ენერგეტიკის სექტორზეც, აქაც გარემო არის ღია, მიმზიდველი, დაბალი გადასახადები და ასე შემდეგ. სექტორს გააჩნია თავისი სპეციფიკა, ანუ არსებობს ცალკე სექტორული მარეგულირებელი აქტები, რომელიც ამავდროულად არის ძალიან მკაფიო, რაც ჩვენს მიერ არის დადგენილი და ერთი ნაწილი ასევე საქართველოს მთავრობის მიერ არის მათი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი, როცა მკაფიო მარეგულირებელი პროცედურები აქვს და დაინტერესებული ინვესტორს ამას აცნობ, მისთვის ყველაფერი გასაგებია. შესაბამისად, საინვესტიციო მიმზიდველია სექტორი, ვინაიდან ჩვენთან არსებობს მწვანე ენერგიის განვითარების პოტენციალი ერთის მხრივ, მეორე მხრივ ბიზნეს გარემო მიმზიდველია და მესამე ენერგიაზე როგორც შიდა, ასევე რეგიონული მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, აქედან გამომდინარეა დაინტერესებული ინვესტორები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გადიან ისინი სხვადასხვა პროცედურებს პროექტების განხორციელებაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. CEMEC-ის თავმჯდომარე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.